მილიარდიანი brand-ების ინტერესებს რატომ იცავს მოკვდავი ადამიანი? მაგარა მე ვასე. ეს რა? აი მოდი ყურადღება მომაქციეთ, გეხვეწებით. აი ხოლმე მეც ვარსებობ. ადამიანი ვარ, ჩამთვალეთ ადამიანად. მოგესალმებით ჩემო სურნელოვანო მეგობრებო, მე ვარ გიგი. დღეს ვარ სტუმრად გიორგისთან. გადმოგვიშალა თავისი აულადიდება და მე ვეცდები დავტესტო, შევაფასო, გითხრათ როგორი სუნამოები არის, რასთან გვაქვს საქმე და იმედია საინტერესო ვიდეო გამოვა. თხოვნა აუცილებლად დაალაიქოთ არხი, გამოიწეროთ და უფრო მეტ ახალ ვიდეოს შემოგთავაზებთ. ეხა გიგი დახუჭავს თვალებს და დავიწყოთ ჩვენ მოკლედ. იდეაში რა სუნამოებიც ალაგია, ვიცი, მაგრამ რასთან მოხ საქმე არ ვიცი, არ მოხ დატესტელი არც ერთი, ნუ ორიენტიკას გარდა ეკორი. ეს არის. ძალიან ბევრი ციტრუსია. ბერგამოტი იგრძნობა მკაფიოდ. ბაზა აქვს ცოტა მძიმე. ხილის სიტყვობა აქვს. ხილის სიტყვა რო არ ქონდეს. მაგან მიმიზი და მაგან გადაარჩინა რა ხალხს ამას ამ სუნამოში მაგან მიმიზი და ყველაზე მეტად რომ ციტრუსთან მსხლის ნოტია და მაგარი დაბალანსებულად აქვს. ხო, რაღაც ხილოვანი აცეტატები. აქ ეგრო არ ქონდეს ძალიან მოკლედ ეგრევე მიხვდა რაც იყო ეხა მაგას ორი აზრი აღარ არის მაგაში. ვეტიველიც იგრძნობა რაღაცა ებერნელი, ოკმოსის რაღაცა პაჩული უეჭველი არის. გრადობა კარგი ექნება. აუცილებლად კარგი ექნება. იმიტომ რომ ტოპ ნოტებით დომინანტური არომატი არ არის, ბაზა ძლიერი აქვს. აღარც ვკითხავ უკვე რა სუნამოზეა საუბარი, დაკონებული ვარ რომ მიხვდა რა. ფრქვევადი იქნება რა. შლეფიც ექნება ამ სუნამოს. იმიტომ რომ ძალიან კარგი. მკრთალი არ ხდება. ავენტუსის ის არის. აი მარტივი არის იმ კუთხით რომ ავენტუსთან შედარებით აი ავენტუსი არის, როგორ უნდა მიხვდე ავენტუსთან გაქვსო არა საქმე. ავენტუსი ძალიან მალე მკრთალი ხდება და ავენტუსში ტოპ ნოტები არის წინა პლანზე. ანუ ბაზა არ აქვს ძალიან ისეთი მკვეთრი რა. და აქ ბაზა არის. აი მოდი ეხა რეალურად თქვი ეს აბსოლუტს გავს თუ არ გავს? არ გავს. სულ მაგას ვიძახი, ხალხო რომ მეუბნებით რომ აბსოლუტ დუპიაო, არ არის აბსოლუტ დუპი, სადღაც სხვაგან არის რა. ახლა რომელ შევადარებთ ამ სუნამოს რომ გადავდეთ. ეს ჩემ ფავორიტი არ არის. მე ამ სუნამოს მირჩევნია collector's edition-ი ბევრად. ცოტა ისეთზე გადავიდეთ. ეგრევე მიხვდება რაც არის, მაგრამ ეხა გაია. აბა გისმით. ეხა ამას რო ვერ მიხვდე. მართლა სასაცილო იქნება. ლემალ ელიქსირი. ლემალ ელიქსირი. რომელიც ძალიან გავს. ნუ ლავანდა დიჰიდრომერსენოლი ლეკუა არის, რომელიც ლავანდის სცენარეულობას აქრობს, მაგრამ ეს ფრეშ არომატული განწყობა აქვს. ნუ პიტნა იგრძნობა ძალიან კლასიკური რა, რა ვანილინი, ეთილმალთოლი, რაღაცა ნაყინისებრი რაღაც რომ იცეს. ძალიან მარტივი გასამეორებელია ეხა ეს უნდა. ხო რა, იდეაში რამდენი დუპიც მაქვს, ყველა მაგრად გავს, ჰავას ელექსირიცებლად გავს, ის intoxicated ელექსირიც ძალიან გავს. ისიც მაგრა გავს. ორი არჩევანი მაქვს, იდეაში არც ერთი არ არის ჩემი ფავორიტი, მაგრამ მოდი ეს არ გვინდა. აი, გადავაგდეთ ეს უნდა. აი, ეს რჩება. ჯერ დავაბრუნოთ. გადავედით ეხა შემდეგზე. აი, ეს უკვე საინტერესო შეფასება იქნება, ორი განსხვავებული სტილის ჭიდილი. სამბახი, მოეჭველი სამბახია, მიწიფხვიერი ტექსტურა აქვს. გახსნა შეისალდეჰიდები არ მოწონს. ძალიან გავს BDK-ის Chris Charnel ექსტრაქტს, ოღონდ უფრო light ვერსია არის. ან შეიძლება BDK Chris Charnel. ჩემი საყვარელი არ არის არც ერთი სუნამო, მაგრამ კომფორტული გამომდინარე არ ველოდი ესეც რა. კომფორტული მყუდრო, თბილი. აბა, შეგვიფასე ხა? არა, მოდი ამას დავტოვებ. გადავედი. აუ, წინაზე რომ დავიწყეთ მე მგონი და ბოლოში რომ გავედით იმ სუნამოთი ეგრე არ მოგვიწიოს ეხა. კარგი სუნამოა რა, ფასიდან გამომდინარე კარგი იქნება. აი, გადავედით შემდეგზე. ეს იყოს რომელიც ძალიან მიყვარს. აბა. ეხლა ამ სუნამოზე ცუდი არ გავიგო ჩემ, მაგრამ მე ვასე. ეს რა? დაბადა. შოკოლადის ნამცხვარი რო შემოგასხან და შოკოლადი შოკოლადი არის რა. არა, ომაგარია გაფიცე. აკაო. აი, ჩადა მართლა ძალიან დუბაის შოკოლადი ჩაკბიჩეთ და ზუსტად ძალიან მძიმე შოკოლადი და ფისტა არის. რა პირდაპირ ანუ სხვა ახსნას ვერ მოდო, თავიდან ცოტა სპირტისუნი აქვს. მაგრამ აი, ლაქტონები არის, ძალიან ბევრი ლაქტონი არის გამოყენებული. ძალიან ბევრი სინთეტური პაჩული და ძალიან ბევრი ვანილინი. კარგი, ეს სუნამო არ არის რა, ხალხო ეს რა ვიცი. ეს არის აი, საჭმელს. აი, მოდი ყურადღება მომაქციეთ, გეხვეწებით. აი, ხოლმე მეც ვარსებობ.
ადამიანი ვარ, ჩამთვალეთ ადამიანად. ძალიან გავს მართლა შოკოლადის შოკოლადის ის არის რა. აი ეს ფისტასის აქვს რაღაც. ხო, დუბაის შოკოლადი ნუ შესაბამისი. ნუ ხო დუბაის შოკოლადია ზუსტად რა. რაც გემოა ის არის. ხო, მოკლედ არის გურმანული სუნამოების მოყვარული ადამიანები, ბევრს მოეწონება ძალიან, მაგრამ ეს არ არის ჩემი სტილი. მეწონა, მაგრამ დავისხავთ ხო რომ მეწონა რა, რაც უფრო кайჩო. რაც უფრო кай სუნამო. ნუ ეხა არ არის რა. აი ხა ეს ვიცი რაღაც შევეკითხები ხა სად გადადებ ამასთან. ეს არ არის პარფიუმერის ნამუშევარი ახ არ არის რა. ეს არის ნუ საბაზისო უმარტივესი ფორმულა, რომელსაც ალბათ დასჭირდებოდა პარფიუმერს 2 საათი რომ გაეკეთებინა. გადავიდეთ უკვე შემდეგზე. აბა. არდა ისეთი სუნამო იგებს ამ შემთხვევაში, რომელიც თვალ ჩემი ფავორიტი არ არის. ეს ჩემი სუნამო. ესე. ნეგი. ხო, ეს პოტრიარე ორიენტიკა. არის ხისტი საქმისებრი მამაკაცური ძლიერი სუნამოა აშკარად, იმიტომ რომ არ ამჭირდება ცხვირის ჩაყოფა. სუნელი მოდის. არ არის ან კლასიკური გაგებით ეს შეიძლება გავუიგივოთ ესეც სუნამოებს როგორებიც არის მაგალითად სტილისტურად Green Irish თვიდი შეიძლება გავაიგოთ YSL-ის Myself-ი სადაც არომატული მცენარეების კომპონენტი მაღლა არის წამოსული და მიწიერი და ყვავილოვანი ელემენტების ბაზა იკვრება. ეს არის იდეაში ორივე მარტივი სუნამოა, მაგრამ იმის სიხისტე მაღაზიანებს იქ ლიმონი ცოტა დომინანტურია. წავიდა ეხა შემდეგზე გადავედით. ძალიან ბუნებრივია და აი ყოველთვის ეგ შეგრძნება მაქვს, როცა ვისხავ რა. უბრალოდ ერთი ისმით ეხავს, რომ ძალიან ძლიერია, ნუ ძლიერი ვერ იქნება, მაგრამ რა ვიცი, კარგი არომატია. ბუნებრიობასაც შეეხება, ანუ რა ვიცი, ჰაერში კი აქ ფილტრზე არა. სხვა დროს კანზე ბუნებრივია. კარგი სუნამო არის, მაგრამ უბრალოდ აი მე არ ვიყენებ ეგეთ სუნამოებს რა. ნუ ეჭვიც არ მეყარებოდა. ეს არის French Avenue-ს ლამ კაი ბუთლი არის. პროსტა იმას გავს. უთოს გავს. ცოტა არ იყოს და გამიტყდა, იმიტომ რომ მეთქი ნახე რა მოვიტანე რა მაგარი ეგრევა რომ ნახე მეთქი თან ესეთი მარტივი სასიამოვნოსუნი ყველას უყვარს და ამიტომ თამამად ვიყავი რომ ყველას მოეწონება. მე რაღაცა მოეწონება. პომპეზური ბოთლების ფანი არ ვარ რა. მიჩანია სურნელი იყოს მაღალი რა თქმა უნდა. მაგრამ კაი ბოთლიც თუ კაია რა. ხო, აი ჩემ სუნამოსთან დაკავშირებითაც ეგ იდეა მაქვს. მე მირჩენია რომ price cut-ი და ბიუჯეტის დაზოგვა არ იყოს სურნელში და მაქსიმალურად მაღალი ხარისხის ინგრედიენტები იყოს და ბოთლი იყოს ჩვეულებრივი. ეს თუ არ მოგეწონება იმენა ეგრევე თიშა ვიდეოს აღარ ვაგრძელებ. ნუ ციტრუსი, კონიაკის, ეს არის მწვანე კონიაკის essential oil-ი. და ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მატერიალი არის აქ გამოყენებული ცოტა დოზით ალბათ ტიპში რომელი? ოქუდ აბსოლუტი მუხის აბსოლუტი მე მეგონა საკმაოდ სიტყვაზე მე მეგონა საკმაოდ სიტყვაზე არა ეს ვიცი რაც არის ძალიან რთული გამოსაცნობია შემდეგ არის სუნამოა ეს ანუ რასაც ველოდი აი კი ხამრა სუვიძახი რომ პირველი სიყვარულია მეთქი და მაგრად მიყვარს, მაგრამ ხამრას მიჩვენია რა. მაგრამ ნუ ხამრას თავისი ადგილი უკავია ჩემ გულში და კოლექციაში. ხამრა უფრო მეტად დარიჩინის ბაზაზე აშენებული სუნამოა და თუ კილიანის დუბს განიხილავთ, ეს გაცილებით ესეც არ არის ერთ-ერთი, მაგრამ გაცილებით ახლო არის ვიდრე ხამრა. ხამრაში ტოპ-ნოტები არ არის რა, ესეთი რომ აი ბრწყინავდეს. დარიჩინი და წიწაკა არის. აქ ბალანსი არის, ლიმონი კარგად შემოდის, აი ხამრას რაც აკლია, ციტრუსი არ აქვს და პიკანტურობა არ აქვს, რაც რასაც ის მუხის კასრის ექსტრაქტი რასაც აძლევს და აი ეს კარგი სუნამოა. ჯობია, მაგრამ აბა მოდი დავსვით ეს. საკმაოდ თამამი განაცხადია. ხო, არა. ამან რაღაც წააგო ეს დარჩება ჩემთან რა, გიგიც აღარ ვატანთ. ეს სრულყოფილი სუნამოა მოკლედ რა. აი ეს. მიყვარს ძალიან. და უნდა მართლა. დასაწყისი არ შევაფასოთ, თუ გინდა ცოტა 5 წუთი დავერა. აი ეს ჟანრი უკვე ნერვებს მეშლის. მაგრამ აღიაროთ რომ ყველაზე მოწონებადი მაინც ეს არის რაც არ უნდა იყოს. ნუ მეც მიკვირს, მაგრამ აქაც ნუ ის არის რა. ყველაზე მეტ კომპლიმენტს ეს იღებს მაინც დღის ბოლოს. და მარტივია ეს. არ გავს ეს ავენტუს რა. აი რატო თulis ხავს რომ ეს ავენტუს გავს არ ვიცი. არ გავს არაფრით არ გავს. ეს არის პაჩული და ხავსის ბაზაზე დაფუძნებული სუნამო უამრავ აი სუპერთან ერთად.
ეს არის ახლო კლონი რა. ნუ ჟანრი შეიძლება ხა ერთ იმაში გავიყვანოთ, მაგრამ არ არის ეს ამენტუსი. ეს არის ხავსი. ეს არის პაჩული. ნიშანეს უფრო არ გავს შენი აზრით? გაცილებით ახლო არის ნიშანესთან, ვიდრე ექრით. ხავსი. საბაზა აქ მძიმე. ეს არ არის შეიძლება ზაფხულის უნდა მოწარიყოს ეს. ეს უნდა მოვარდოს. მეწყინა. ეხა მეწყინა ხარ ხო იმენა? მაგრამ მეწყინა, იმიტომ რომ მე ბევრად უკეთესად შეიძლება ეს ჟანრი გაათამაშო. ძალიან უხეში მასკებია. ეხა ორი ჩემპიონზე დავისხავ და ძალიან ბევრი მუსკუსია რა. ზოგადად სუნამო თუ აი საშინო ძლიერია, ჩათვალეთ იაფი სინთეტური მასკები არის ოვერდოსში. აქაც არის ეგ. და ეს მასკი არ ექსალთოლაიდი არის ძალიან ბევრი. აბა შემდეგი ვნახოთ. ეს ჟანრი ვიცი, ეს არის ძალიან ბევრი ალდეჰიდები, C18 არის ალდეჰიდი, რომელსაც აქვს მარწყვის სურნელი. და არის C16 ატმის სურნელია და კიდე ანდერლაქტონები, რომელსაც რძისებრ ნიუანსებს ანიჭებს. ეს არის ძალიან საბავშვო სახალისო პოზიტიური სურნელი. აი ლუტეციაში შეხვალდა მოგეწონება ეგეთია. ხალბატონებს ხო, ხალბატონების სექციაში. მარწყვის მილკშეიქის სუნამოა და ხო ახლა ის არის. პოლის მოსავლე გოგონებს მოეწონებათ ძალიან ბევრი ეთილ ვანილინი არის ეთილმალთოლი, რაღაც ნაკინისებრ ტექსტურას აძლევს ამ ალდეჰიდებთან და ლაქტონებთან ერთად. მასკები ნუ გალაქსოლაიდი არის და ხო, არა, არჯობია, მაგრამ სხვა კლასის სუნამო არის. თავის კლასში საკმაოდ კარგი. აი გოგონების, აი 18 წლამდე გოგონებისთვის ძალიან კარგი გასართობი პოზიტიური არომატია გირჩა. ოჰ. ამის ატომაიზერი. მარტო ატომაიზერი ღირს. ნიახური. არ არის ეს ნატურალური ბერგამოტი. აი ხა აღწერე. მე მაქვს ნატურალური ბერგამოტი. კალაბრიადან. ნასახია, ეს არის უფრო ბერგამოტის აკორდი. ხო, სტარტი არ მომწონს. და შუაში რა სუნამოს დუპია. მე უფრო გაგიკვირდება, იმიტომ რომ არ გავს მაგ სუნამოს პირდაპირ მეც ბერჯერ მithქონს და შუაში სიცხარე აქვს, შაფრანი, საღონეს ნახტე შაფრანი არ არის, ეს არის შაფრალინი. ნუ მუსკუსები ძალიან ბევრი აქვს. ამბროქსანის ბომბია. ამბროქსანი ძალიან ბევრი ამბროქსანი აქვს. აი ეს სავაჟში რაც მოგწონთ ეგეთი რაღაცა აქვს ბომბები. ოღონ ნუ აქ ეს სხვა სიტუაციაა მაინც, სავაჟს მაინც არ შევადარებ. ტონკა აქვს. ოღონდ აბსოლუტი არა, ეს არის კიუმარინი. კიუმარინი არის ტონკას დაჩირებული ვერსია და უფრო სცენარეულ, არომატულ, მოტკბო. აი, მოტკბო ტონკა არის, ოღონდ ურმანიკა რომ მოხსნა ტონკას. აი, ეგ სუნია კიუმარინს. არა, ეს სუნამო არ მომწონს რა, ბევრი დასრულებული სუნამო არ არის. გონია რომ აი ახლა რაღაც ბაზა აქვს პარფიუმერს და უნდა იმუშაოს ამ ფორმულაზე. ან გონია რომ ეს სუნამო არის, ნუ მიჩნეული არაბიანს ტონკას დუპ. და ანუ საერთოდ სხვა არის, არ გავს, მართლა არ გავს რა. ეს უფრო ციტრუსები უფრო მეტია და საით გადავდგეთ. რა თქმა უნდა. აღარც უნდა. ეს ბევრი მუსკუსი აქვს. და არ მომწონს რა, ეს მიწიერება უფრო წინა პლანზე უნდა წამოსულიყო. აი, მოდი ახლა გადავიდეთ კიდე შემდეგზე. აბა წავიდა. აბა რომელია ამ სამეთო? ეს არ არის და ესეც არ არის. მოცხარი არის. რასპერი ჟოლოსკეტონი არის. ესეთი ინგრედიენტი, რომელიც ნუ ჟოლოს აკორდის შესაქმნელად გამოიყენება, ვინაიდან ჟოლოს ექსტრაქტირება შეუძლებელია, სურნელოვანი. ფემინურია თუ უნისექსი შენი აზრით? ჩემი აზრით უნისექსია, მაგრამ ფემინურისგან გადახრილი. მე მაინც რა ვიქი უნისექსად მომკალი თუ მაინც ხო? ვერ გვიჯობნა კლასიკურს. ეს აქ არდებს არც ერთი, ეს იყო Royal Blend-ის Sequoia, ახალი გამოსული. 20 ლომაზე. საინტერესო შეფასება იყო თან. აკლია ის სიღრმე, აკლია ის სიცოცხლე, რაც ამას აქვს, ცოტა ჩამბალი სუნამო არის. და ცოტა ზედაპირულია. იდეაში მე არც ენჯელში
ფარადიზი არ მომწონს. გავს სხვათა შორის. ვისაც გაინტერესებთ გავს. ჩემს ესეთ კლასიკური ენჯელში არის ბევრად ჯობია ენჯელში არ ფარადიზი. დუპებზე რაღაცას ვიტყვი რა. დუპები ხალხს გონია რომ მარტო ბიუჯეტურის უნდა მოვა და უკვე სნობიზმი ერთობა, მაგრამ შევხედოთ ბრენდებს როგორიც არის ბოდიჩეა, პარფიუმს დე მარლი. მოდი ავიღოთ პარფიუმს დე მარლის გოდოლფინი. ავიღოთ კლაივ ქრისტიანის სი. ავიღოთ ვიდიანის ლონდონი. ესენი არიან ტუსკან ლეზერის კლონები რა. გინდა ასე შეხედეთ გინდის. ბოდიჩეა სრულიად კლონსახლი არის, მაგალითად ბოდიჩეას აქვს ისეთი სუნამოები, Blue Sapphire, რომელიც არის Spirit of Dubai-ის ერთ-ერთი არაბული სუნამო არის, ეს ნიშური საკმაოდ ყურადღებული სუნამოა, მაგის სემპლიც მაქვს და განსხვავებას ვერ იპოვეთ. ან თუ რაღაცას გავს და ძვირადღირებულია, მაგ შემთხვევაში დუპი არ არის. რა მნიშვნელობა აქვს? თუ ძვირადღირებული არის და უკეთესად აკეთებს ვიდრე ორიგინალი, მაინც დუპი გამოდის, ოღონდ უფრო უკეთეს. და თუ ნაკლებად კარგად ვაკეთებ და ვამსგავსებ 90%-ით, მაგრამ ფასი მაქვს მეათედი, მაგ შემთხვევაში რატომ არის არაეთიკური მოდელი? By the fireplace-ი გაიმეორა კურჯიანმა და თვითონ იძახის რომ ჩემი ბავშვების სურნელი. ხო, ჩემი ბავშვების რაღაც ყვამლის ეს რაღაც სახში ხარი რაღაცა და 250-იანები შემცირა 200-მდე ფასმა უმატა და უშვებს ისეთ სუნამოებს, რომელიც არ არის საინტერესო და გადამღერებული არის 1000-ჯერ და მე ვერ ხვდები რატომ შეიძლება ადამიანი მოექცეს ამ კაპიტალიზმის ქვეშ და კაპიტალიზმის მსხვერპლი. მილიარდიანი ბრენდების ინტერესებს რატომ იცავს მოკვდავი ადამიანი. ახლა დიორის ინტერესი რატომ უნდა დაიცოდა ბოდიჩეას ინტერესი და კლაივ ქრისტიანის საზღარი ბრენდი არ არსებობს. ეგ არის ყველაზე არაეთიკური ბრენდი, რომელმაც მიითვისა სხვა ბრენდის დიდება და მემკვიდრეობა. ეს არის Crown Parfums ისეთი სუნამოების ბრენდი იყო, რომელიც არავის არ გაუგია. გვირგვინისთვის ქნიდა ბრიტანული გვირგვინისთვის ქნიდა სუნამოებს. 99-ში კლაივ ქრისტიანმა შეისყიდა ეს ბრენდი, აი ასე ადგა და შეისყიდა, იყიდა და მიითვისა რომ ჩვენი უდიდესი ისტორია გვაქვს, ჩვენ ასობით წლები გვქნით ამას არა და არ ქნი შენ მაგას. ამას ქნიდა ის ბრენდი, რომელიც შენ იყიდე. შენ არაფიშუაში ხარ, სხვა სტაფი ყავს, სხვა ხარ საერთოდ. ამიტომ სამეფო ბრენდი და ასე შემდეგ, ეგ არის მარკეტინგი, რომელსაც წამოეგო უამრავი ადამიანი. ეს არის ყველაზე არაეთიკური ბრენდი, არ მიყვარს კლაივ ქრისტიანი, არ მიყვარს ბოდიჩეა, რომელიც $500 ბოთლში იხდის. ან ბოდიჩეა $900 როდის, $500 ის საფერის კვები რა. და თუნდაც ის ნიშური სახლები, არტიზანული სახლები, რომელსაც თავისუფალი ნება აქვთ, არ ყავთ მარკეტინგული გუნდები და თავის ისტორიას ქმნიან, ახალ ისტორიას წერენ. მით უმეტეს ინგრედიენტების ხარისხზე თუ არის საქმე, მან ყველას აქვს ცნობა დღეს. აი კაპიტალიზმის ერთ-ერთი პლუსი არის, ყველას აქვს ცნობა, ნებისმიერ შეუძლია ზუსტად იგივე ინგრედიენტები გამოწეროს და ძალიან მაღალი ხარისხის სუნამოები შექმნას. ცოდნით და გამოცდილებით შესაბამისად ამიტომ. რა თქმა უნდა. სხვა შორის შენ რო თქვი წერან ამირალუძე არ მომწონს. By the fireplace არ მომწონს და მაგით. იცოდი რომ ეგ უფრო ადრე გამოვიდა ვიდრე by the fire. ანუ წარმოიდგინეთ ლატაფამ გამოვიდა ამირალ უდი და შემდეგ გამოვიდა by the fireplace. და ამის შემდეგ კურჯიანმა აიო ჩემი ბავშვების მოგონებებიაო და by the fireplace დაკლონა და 5 ჯერ ძურად პირის. კლონებს არ აპარავებს. სნობიზმის დონესაც ყველას თავისი არჩევანი აქვს. მაგრამ აი ხა ისეთ სუნამოს დავატესტინებ გიგის რომ მიხვდებით რატო არ უნდა გადაიხადოთ თუნდაც იმხელა price tag-ი, იმხელა ფასი იმ სუნამოში რომელიც მაგდენი იდეაში არ უნდა ღირდეს. იცი უკვე რაც არის. ძალიან ძლიერი სუნამო. და ეს არის God of Fire-ი. და როგორი God of Fire-ი არის, იცი აი 99% კი არა, ალბათ მეც ეს ყველას თავიდროება ჩემს სუნამოებს. ვერ გავარჩევდი საერთოდ ევროპის. და ერთ-ერთი კიდე ყველაზე დიდი პლუსი უფრო ძლიერია ვიდრე ძალიან ძლიერი. მე მაქვს God of Fire-ი და 6 საათი ძლებს. ამის დიფუზია ძალიან ძლიერია. ყველაზე მინიმუმ ძლებს ეს სუნამო. ბევრად უფრო ინტენსიური არის. ეს რო არის არანაირი God of Fire-ის და 200 და ნუ მოდი ვაღიაროთ რომ ხეთ God of Fire-ი არ არის მაგ ფასიანი სუნამო. ეგეც ნუ რა ფასიც არის ძალიან მარტივი ნამუშევარი. არანაირი სიღრმე არ აქვს, ხილოვანი, მარტივად მოწონებადი, მასაზე გათვლილი DNM-ი არის. და სხვადასხვა ბევრმა გაიმეორა. თუნდაც მეისონ ალჰამბრამ ძალიან მაგრად გაიმეორა, უბრალოდ
აი ამ სუნამოზე ოდნავ ნაკლებს ძლებს ეგ არის თორე სურნელით ერთ-ერთია გამეორებული მეისონ ალჰამრას. ჩემთვის ეს სუნამო ჯობია. კაი. აი ორი დამრჩა, ორივე ხედავ, ორივე დატესტილი მაქვს. ხო, ეს არის ლემა ლეპარფანის კლონი, საკმაოდ კარგი. ზამბახოვანი, პუდროვანი, ფხვიერი, არომატული კომპოზიცია არის. მე ძალიან მიყვარს ეს სუნამო, ლემა ლეპარფუმიც მიყვარს ძალიან, მაგრამ ამასავე ვირჩევდი. და აი ამ შემთხვევაში მეც იგივე არ ჩანს. ამ შემთხვევაში აი ეს სუნამო ძალიან მიყვარს რა. მაგრამ ესეთ ფოთის შეუსაბამო სურნელია საერთოდ. ძალიან მაგარი სუნამოა. ფოთს არ მოგატყუოთ. ძალიან დაბალანსებულია ტოპი, შუა და ბეის ნოტები. კარგი ფიქსატივებია გამოყენებული. ხილოვანი სიტყვებაც აქვს ჯინჯერის შუშხუნის მომენტი, აქვს ჟასმინის თაფლისებური ხასიათი ფორთოხლის ყვავილთან ერთად, რომელიც კარგად ერწყმის ამ ჟასმინს. ციტრუსები, სხლის ელემენტიც აქვს ბაზაზე, მასკები, კედარი. მე ეს უნდა მომირჩევნია, რატო? იმიტომ რომ უნივერსალურია, ძალიან ძლიერია და ჩემს გამოვნებაში უფრო ჩდება, იმიტომ რომ ყველაფერი აქ ამ სუნამოს ძალიან მიყვარს რა. ეს ახლა სულ ჩემჩაცლილი არის. მაინც ორიენტიკას მივადექით და ვაღიარებ, იმიტომ რომ მეც ამ სუნამოს ავირჩევდი ახლა ამ სუნამოებთან. ასეთი საინტერესო ვიდეო გამოვიდა, იმედი აი სიამოვნებთ. ვეცდები უფრო მეტი ვიდეო შემოგთავაზოთ და აქტიურად დავუბრუნდე YouTube-ერობას. გამარჯვებული გახდა ორიენტიკას Noble, შვენიერი არომატია. დამსახურებული გამარჯვება. მადლობა გიორგის მასპინძლობისთვის, შვენიერი გამოცდილება იყო, ძალიან ბევრი სუნამო დავტესტე, აი გადაიღალე. არ ჩანდა კადრში კიდევ რამდენი რაღაც საინტერესო რაღაც დავტესტე. გიორგის TikTok-ი და Instagram-ი გამოვიწერეთ. ამ სუნამოების შეძენა ყველაფრის შეგიძლიათ aromagio.gz-ზე და შეგიძლიათ სუნამოები შეეძინოთ ასევე pshik.store-ზეც. მადლობა. მომავალ შეხვედრამდე. მომავალ ვიდეომდე დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი და საინტერესო ვიდეო იქნება ამის შემდეგ და შემდეგ უფრო. აუცილებლად ისევ ერთად ვიქნებით და კარგი ვიდეო უნდა შემოგთავაზოთ. კარგად ბრძანდებოდეთ, არხი გამოვიწერეთ. აბა